უშუალოების საბჭოს მდივანი ბიძნეევანი შულ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს ახსენებს. ამით გიგა ბოკერია პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ქართული ოცნების ლიდერის განცხადებას ეხმაურება და იმას გამოთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების 1 ოქტომბრის მსგავსად დემოკრატიულად ჩაივლის. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ბოკერია მის პროცედურებიც განმარტა, რომლითაც ახალი მთავრობის დაკომპლექტება უნდა მოხდეს. განცხადებები იმის შესახებ, რომ ვიღაც პრეზიდენტის მიერ წარდგენას არ მიიღებს მიუღებელი და უსაფუძვლოა, აცხადებს უშუალოების საბჭოს მდივანი. Εμείς გაუგებარია რას გულისხმობდა ბატონი ივანიშვილი კრიზისში, შესაძლოა მას ვინმე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა არ თქვა ნათლად თავის სათქმელი. მაშინ როცა ძალიან გარკვევით ითქვა, რომ ქართული ხალხის მიერ საკუთარი ნების ასე მკაფიოდ გამოხატვის პირობებში ეხლა დაიწყება პროცედურა ახალი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტის დაკომპლექტების. ეს არ არის გრძელი პროცესი. უნდა მოხდეს შეჯამება შედეგების, ახალი პარლამენტის ხდომის მოწვევა, შემდეგ არის კონსულტაციები ფრაქციებთან, ეს წერია კონსტიტუციაში, მაგრამ რა თქმა უნდა იგულისხმება და პრეზიდენტმა ეს თქვა, ახალი უმრავლესობის მიერ ნომინირება, ინფორმირება პრეზიდენტის ვინ არის მათი სასურველი პრემიერობის კანდიდატი, შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს ამ კანდიდატს პარლამენტში, შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს, შემდეგ ეს კანდიდატი წარადგენს თავის გუნდს და პარლამენტი ამტკიცებს მას. აქ ეს საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა არ მიიღებს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ უნდა იქნას წარდგენილი, არის ჩემთვის გაუგებარი და ჩემი აზრით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფელიც კი. მინდა აქვე შევახსენო გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ბატონ ივანიშვილს და ყველას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის 2013 წელს. და იმედი გვაქვს, რომ ისინიც ეს არჩევნებიც ჩატარდება ისევე დემოკრატიულად თავისუფლად, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები. მე ვიცი, რომ ვიღაცებს არ მოწონთ კონსტიტუცია ბევრ კითხვებს სვამენ მოდელთან დაკავშირებით, ეს გასაგებია, მაგრამ ამ კონსტიტუციით იქნა არჩეული ეს პარლამენტი, სადაც მათ მოიპოვეს გამარჯვება. ხას უსვო პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მართველი გუნდის დამარცხება მოახერხეს. ამიტომ შემდეგ არჩევნებსაც დაელოდონ, როდესაც მოხდება გარკვევა ქართული ხალხის ნების.